გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მარლენ ნადირაძე აირჩიეს. ახალი საკრებულო 40 წევრისაგან შედგება. კენჭისყრის შედეგებით 39-მა წევრმა მხარი მარლენ ნადირაძის კანდიდატურას დაუჭირა. ნადირაძე წინა მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2006-2010 წლებში კი ასევე გორის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, პირველ მოადგილედ თამარ მურალოვა აირჩიეს, ხოლო მეორე მოადგილეებად კობა ბერიანიძე და ზურაბ ყაულაშვილი. ჩემთვის არის მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრი ვარ. პირველი მოწვევის საკრებულო იყო 2006 წლების, მაშინ ვიყავი საკრებულოს თავმჯდომარე, მერე ეგრეთ წოდებული პოლიტიკური რეპრესიების შედეგად აღარ მომეწია ჩემი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება და შემდგომ იცით რომ 2014 წლის საკრებულოშიც ვიყავი, 2017-21 და 21-25 წლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და შემდგომ პირველი მოადგილე. ახლა თქვენი მონამორჩილი კვლავ საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე ვარ არჩეულ. ბოლო 13 წლის განმავლობაში 2025 წლის ადგილობრივი პატრონის არჩევნები იყო ყველაზე ნამდვილი ტესტი, რომელმაც დაადასტურა, რომ უპირობო მხარდაჭერა გამორჩევის ქართული ოცნების გუნდის წარმომადგენლებს, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენი საკრებულოს სხდომები, საერთოდ პროცედურა და მთელი პროცესი საკრებულოს მუშაობისა, რაც თქმა უნდა მერიისაც იქნება უაღრესად გამჭვირვალე. მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ბატონ მოხიდის ინიციატივას ამ კუთხით, რომ რაც შეიძლება გამჭვირვალე იყოს საჯარო სამსახურების მუშაობა ჩვენი მოსახლეობისთვის და ღია ვართ მოსახლეობის გამორჩევის ჩართულობაში ამ პროცესში. გასული საუკუნის 80-იანი წლები და კომუნისტური პარტია გაახსენა დღევანდელმა სხდომამ გორის საკრებულოში პარტია ლელოს ერთადერთ წევრს გელა შარვაშიძეს. გამახსენდა 80-იანი წლები და კიდევ დაბრა კომუნისტური პარტია. ერთპიროვნული პარტია და ერთმართველი პარტია. სადაც ყველაფერი მიმდინარეობდა ნებით, დინებით. ასეთი ვთარება დღეს ქალაქ გორის საკრებულოში 40 დეპუტატიდან ერთი მე გახლავთ პირადად ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენს ოპოზიციას. ყველაფერი მიდის დინებით, როგორც ყოველთვის. რანაირი კითხვა პასუხი არ ჩანს, არჩევა ხდება ნებით, სურვილით, მაგრამ ბრძოლა უმოპრობისო იქნება. მე ჩავერთვები დიდ ბრძოლაში და მივაღწევ იმას, რაც ხალხის ნება არის, რაც მე ხალხს დავუპირდი. რაც შეეხება სხვა პარტიების შეფასებებს, მათ ვინც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. ჩვენ ვიცით ყველამ, რომ მნიშვნელოვანმა ოპოზიციის ნაწილმა ამ არჩევნებს გამოუცხადა ბოიკოტი, არ მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად არ მისცა ლეგიტიმაცია იმ საკრებულოს, რისი საკრებულოს სხდომაც დღეს გაიმართა. ჩვენ ვიცით ორი პარტია, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ამ საკრებულოში, ეს არის გახარია საქართველოს და ლელო ძლიერი საქართველო. დღეს გორის საკრებულოს მონაცემებით გახარია საქართველოსთვის უკვე პულსიც აღარ ესინჯება და ერთი ადამიანიც კი არ არის წარმოდგენილი დღევანდელ საკრებულოს ხომაზე. რაც შეეხება ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენლის მხოლოდ ერთი ადამიანია იმ პარტიიდან, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტია უნდა გამხდარიყო და ამ არჩევნები დაემტკიცებინა ის, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანი შეეყვანა საკრებულოში, მაგრამ ხედავთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია წარმოდგენილი. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ქართული ოცნების ჩვეულებრივი პარტიული თავყრილობაა ეს. დღეს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომები ჩატარდა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ქარელში თავმჯდომარედ ცირა ინდუაშვილი აირჩიეს, ხაშურში ნინო ლიპარტელიანი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოსაც ხელმძღვანელობდა, კასპში შოთა ბეგლარაშვილი, რომელიც ასევე წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.